გამარჯობა თქვენ უყურებთ ტელეკომპანია ახალს ეს არის გადაცემა ინფორმირება მე ვარ ჟურნალისტი ზურაბ ხეჩია. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია პოლიტიკური პარტია შეცვალე საქართველოს ლიდერი გიორგი გაგიძე. დიდი მადლობა ბატონო გიორგი გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში ვისაუბროთ წერილზე, რომელიც თქვენ გამოგზავნეთ ტელეკომპანია ახალს ოფიციალურად მომართეთ, სადაც საეთერო დრო მოითხოვეთ, რათა თქვენი ახალი ინიციატივის შესახებ ჩვენი მაყურებლისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის გაგეცნოთ. ეს არის რეფერენდუმი. რატომ თვლით, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს განუხტავს რეფერენდუმის ჩატარება? პირველ რიგში მადლობა, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს ყველა ტელევიზიას მივწერეთ, მათ შორის არ ვიცი, რიონი, გურჯაანი TV და ასე შემდეგ. და თქვენ ხართ ერთადერთი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, ვინც გამოგახმაურა და დაგპატიჟა და ზოგადად თქვენს ახალ არხს წარმატებას უსურვებთ. კითხვა დამეორეთ შეიძლება? რატომ ფიქრობთ, რომ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, განუხტავს რეფერენდუმის ჩატარება? თქვენი ინიციატივა უბრალოდ. ჩვენ რაც არ უნდა ვატრიალოთ მე ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს თავრობაში ვინც არ უნდა მოვიდეს, საბოლოო ჯამში ხალხისთვის არაფერს არ აკეთებენ. ამიტომ ეს რეფერენდუმი არის ის სისტემა, რომელიც რეალურად ჩვენ მოგცემს ხალხს, ანუ ჩვენ როცა გულისხმობ ხალხს მოგცემს ბერკეტს იმისთვის, რომ ვმართოთ ქვეყანა ისე, როგორც ჩვენ გვინდა და არა როგორც პოლიტიკოსებს. და ზუსტად ამ ჩვენს რეფერენდუმში პირველი ინიციატივა, რაც მე დავაყენოთ, არის ის, რომ პრევენცია მოხდეს იმისგან, რომ ხალხი კიდე ვინმემ გადააგდოს. ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ, კითხვას დაგისვათ, თუმცა მანამდე ოპოზიციური სპექტრი დიდი ნაწილი დღეს ქვეყანაში არ მოითხოვს რეფერენდუმს. მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ასე ვთქვათ. თქვენ რატო გადაწყვეტეთ, რომ მაინც და მაინც ეს მოთხოვნა დაგიყენებიათ? ანუ მოსახლეობა მიცის კარგად, რატო ხდება ეს ემიჯნებით სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ თანამშრომლობთ მათთან? არა, ჩვენ არც პოლიტიკურ პარტიასთან არ თანამშრომლობთ, ერთადერთი არის არასაპარლამენტო ოპოზიცია, რაც შექმნეს და ვინაიდან იქ თქვა ჩვენ ვერ ვნახეთ ეს გამოკვეთილად ვიღაც ამ ოცნებისა ნაციონალების ასე ვთქვათ მხარეები რო არ იყვნენ, უბრალოდ ჩვენ გავერთიანდით დავარქვით არასაპარლამენტო ოპოზიცია, მაგრამ ესე როგორც კონკრეტულად პოლიტიკურ პარტიებთან ჩვენ კომუნიკაცია არ გვაქვს. ჩვენ ხალხს თავაზობთ რეალურად დამოუკიდებელ სუფთა ძალას, რომელსაც შეუძლია ენდოს ხალხი. რაც შეეხება კრიზისს, ანუ პოლიტიკურ კრიზისს გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ გადაწყვიტავს რეფერენდუმების გააქტიურება. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 9 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი რო გვპირდებოდა რაღაც დაპირებებს, ხო იქ 5 მილიონი ყველა სოფელს იქ უფასო კრედიტები და 1000 რაღაცას გვპირდებოდა გადასახადების შემცირება, კომუნალური გადასახადების შემცირება, ბენზინის გაიაფება, ანუ 1000 რაღაცას გვპირდებოდა. იქნებ 80%. წინასაარჩევნოდ ესეთი დაპირებები ძალიან ხშირია. ძალიან ხშირია და მაგას ვიძახით, რომ ეს უნდა შეიცვალოს, ანუ დაპირებები უნდა კანონში გადაიზარდოს, ანუ კანონიერი მოთხოვნით უნდა შეავსოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ფორმა წლების მიხედვით და შემდგომ უკვე უმრავლესობით ვინც მოვა, ის უნდა შეასრულოს რეალურად. და თუ არ შეასრულოს მინიმუმ ნახევარს, მაშინ უნდა წავიდეს სახში და ახალი არჩევნები დაინიშნოს. ანუ ეს იქნება პრევენცია ხალხის რომ ვიღაც აღარ მოატყუებს და რეალურად ქვეყანა წინ წავა. მაყურებლისთვის რო გასაგები იყოს, ესე იგი თქვენი ინიციატივა რეფერენდუმზე გამოვიდეს ესეთი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პარტიას ექნება ვალდებულება, რომ რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში, თუნდაც 1 წლის განმავლობაში, თუ თავის დაპირებებს არ შეასრულებენ, დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუ რა ღონისძიება უნდა გატარდეს. ახალი არჩევნები, დიახ. და იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ისეთი კრიზისი შეიქმნა, როგორც დაუშვათ კორონავირუსია და მათ ვერ შეძლეს ამ ვითარების განმუხტვა, ანუ დაუშვათ თავის დაპირებების შესრულება. ამ შემთხვევაშიც ფიქრობთ, რომ აუცილებლად არჩევნები უნდა დაინიშნოს? კი, რა თქმა უნდა, ანუ როგორც მოიქცეოდა ნორმალური მთავრობა იმ კორონა პანდემიის დროს, თქვა თუ ჩათვლიდა რომ უნდა გადაწიოს რაღაც არჩევნების დანიშვნა რამდენი თვით, გადაწევს და მაინც დანიშნავს ახალ არჩევნებს. ანუ რაღაც რაღაც რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, დაუძლეველი ძალა, როგორც და ეს ვინ უნდა განსაზღვროს დაუშვათ ესეთი მოვლენები? არის ხდება ქვეყნების ისტორიაში. ანუ ნახეთ, ჩვენ ახლა მე და თქვენ იურისტები არ ვართ. ჩვენ ახლა დავალებული გვაქვს კონსტიტუციონალისტთან, კონტრაქტი გავაფორმეთ, 2 თვე აქვს მას, ასე ვთქვათ, სამუშაო. რატომ ჭირდება 2 თვე? იმიტომ რომ კონსტიტუციაში ცვლილება შედის, კვეთები არის ბევრი რა, ამ ჩვენი იდეის საკმაოდ შრომატევადი საქმე არის. ორგანულ კანონში ცვლილება შედის,
საარჩევნო კოდექსში ცვლილება შედის, მათ შორის სასამართლოსთვის ვაკეთებ პაკეტს, ზუსტად თქვენ კითხვაზე პასუხობთ, რომ სხვადასხვა სიტუაციებში როგორ უნდა მიიღოს სასამართლო მალე გადაწყვეტილება, რომ რას თქვენ თქვით, რომ წლები არ გაიწევოს, თქვათ, თუ სასამართლოში წავა ის პოლიტიკური პარტია და იტყვის, რომ იცი რამე შევასრულე, როგორც იციან ხოლმე რა, თქვათ, სასამართლო იწერება წლები და მაგ შემთხვევაში ეგეთი შემთხვევები იქნება გათვლილი, ანუ ეს იურისტების საქმეა. ჩვენ უკვეთავთ ისინი ასრულებენ შესაბამისად. მაგრამ რეფერენდუმთან დაკავშირებით რეფერენდუმი არ გულისხმობს კანონის მიღებას ან გაუქმებას. ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგი კითხვაა. ანუ როგორ რაღაცა ისეთ რეალურად ეს ჩანაწერი არის პრევენცია, ფილტრი, ზუსტად იმ გაუთვალისწინებელი რაღაცების, რაც თქვენ თქვით. იმიტომ რომ თქვენ იცით რომ საქართველო პატარა ქვეყანა არის და ძალიან ბევრი მათ შორის რუსეთი მუშაობს ცნობიერების შეცვლაზე ხალხის. შესაბამისად, შეიძლება ისეთი მომენტი დადგეს, რომ რაღაც პერიოდის მოკლე პერიოდის განმავლობაში ისეთ ცნობიერება შეგვეცვალოს, რომ რაღაცაზე ვთქვათ, რომ ეს არის თეთრზე ვთქვათ, რომ ეს არის შავი, გვათქმევინო ყოველ შემთხვევაში, შეცდომაში შეგვიყვანონ და შესაბამისად უცებ რეფერენდუმი დავნიშნო და უცებ კანონი შევცვალოთ. ამიტომ პრევენციის მიზანი ქონდა ამ კონსტიტუციაში ჩანაწერს. ესე კონკრეტულად მე არ ვთვლი, რომ ეს ანტი-ხალხის ჩანაწერი იყო. ამიტომ როგორ რაღაცა ისეთ რომ 200,000 ხელმოწერის შეგროვება ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ მოინდომოს და ნებისმიერ საკითხზე. ამიტომ ვიღაც იქ ესე პირდაპირ რომ ჩვენ მოგცეს ჩვენ შვეიცარიას დონეზე არ ვართ ჯერ სამწუხაროდ. თან შვეიცარიაში კიდე თუმცა გულისხმობს თუ არა თქვენი ეს ინიციატივა რაღაც დონეზე შვეიცარიის მაგალითის აღებას ან გადმოტანას. კი, ანუ შვეიცარიული მოდელი არის უბრალოდ ყველაზე ასე თქვა დახვეწილი და ყველაზე ცნობილი, იმიტომ რომ ისინი წელიწადში 4 რეფერენდუმს ატარებენ. ანუ ჩვევაში აქვს ეს რომ წელიწადში 4 რეფერენდუმი ჩატარდეს. რატომ? იმიტომ რომ ხალხმა უნდა მართოს ქვეყანა და არა პირიქით. შესაბამისად, ჩვენ ყველასთან გავდივართ აბსოლუტურად კონსულტაციებს, რომ იდეალური სისტემა შევქმნათ, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ეს მომავალზეა საუბარი. დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს რაც გვაქვს ხელში არსებული კონსტიტუცია. ჩვენ უფლებას გვაძლევს, რომ 200,000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში პრეზიდენტს მიმართო და მან უნდა დანიშნოს რეფერენდუმი. თუმცა იქაც არის ჩანაწერი და ბევრი აპელირებს, რომ უფლებამოსილია და არა ვალდებული პრეზიდენტი. ზუსტად მაგას გიხსნით, რომ უფლებამოსილია სიტყვა დიდი ალბათობით იმიტომ არის ჩაწერილი, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს ბოლო სიტყვის უფლება იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც შემთხვევით ვიღაცამ არ შეაგვეს 200,000 ხმა ის მომენტი იმ კონკრეტულ პერიოდში არ გამოიყენოს და ჩვენ ქვეყანას გრძელვადე პერსპექტივაში პრობლემები შეუქმნას. ოპოზიციური პარტიები ვახსენეთ, რომლებიც რეფერენდუმს არ მოითხოვენ, თუმცა ისინი მოითხოვენ პლებისციტს. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, რატომ მაინც და მაინც რეფერენდუმი და არა პლებისციტი? და პლებისციტი, რომელსაც ისინი მოითხოვენ, ეხება ხელახალი არჩევნების დანიშნვას. პლებისციტი, მე როგორც ვიცი, არის უფრო ნაკლები რაოდენობა არის საჭირო გამოცხადდეს. და ნუ პლებისციტი არის იგივე პრინციპის დაახლოებით რაც რეფერენდუმი, უბრალოდ უფრო მარტივად ხდება ალბათ და მოკლე პერიოდში ხდება ამის დანიშნვა, ალბათ ამიტომ გადაწყვეტეს რომ რაღაც პლებისციტის საკითხი დააყენო თავისი ინტერესებისთვის. და თქვენ რატო არ აყენებთ პლებისციტის საკითხს? დაუშვათ ამ შემთხვევაში. რა განსხვავებაა თქვენთვის რეფერენდუმსა და პლებისციტი, ანუ ნახეთ, პლებისციტით თქვენ არ შეგიძლიათ, ანუ იურიდიული განსხვავება არის რეალურად. რეფერენდუმით პრაქტიკულად ავალდებულებს შენ, რომ ეს უნდა თან რეფერენდუმი არის საყოველთაო. ან ფაქტობრივად არჩევნებია მეორე და შენ მიდიხარ საარჩევნო უბანთან და იმ კითხვას პასუხობ კი ან არა. და პლებისციტის შემთხვევაში იქ იურიდიულადაც ასე ვთქვათ, როგორც მე ვიცი, ჩვენ ვთქვათ რომ შევაგროვოთ ხმები და აუშვათ აი ჩვენ პროექტზე, ხო? ეს პარლამენტისთვის იქნება, ასე ვთქვათ, სარეკომენდაციო ხასიათის და არა რომ ის უეჭველი უნდა განიხილვანოს და მიიღონ კანონში. რეფერენდუმი უკვე ეს არის უმაღლესი დონე, როდესაც ამხელა ხალხი გამოთქვა სურვილს, რომ ეს უნდა მოხდეს, ეგ ეს უნდა მოხდეს. შვეიცარიის აქ ჩანაწერი ესეთი თავის იურიდიულ ნაწილში, რომ ეს სათაურით იწყება, რომ ხალხმა გადაწყვიტა, ხალხი მართალია. ანუ ამდენი ხალხი რომ აიღებს ხელში ამას და რეფერენდუმს ჩაატარებს და მე კი ის იტყვის, ეს არის კანონი. თქვენს Facebook ვიდეოში ახსენეთ, რომ თუ ჩვენ მოვახერხეთ და ჩავატარეთ რეფერენდუმი, შემდეგ ეს გახდება, ასე ვთქვათ, პრეცედენტი და ამის შემდეგ ხალხს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება მართვაში ჩაერთოს ქვეყნის სახელმწიფოებრივ მართვაში. და ასევე ახსენეთ ნამახვან ხესთან დაკავშირებით, რომ მსგავსი პრობლემებიც კი შესაძლებელია რეფერენდუმით გადაიჭრას. როგორ ფიქრობთ, რეფერენდუმი ხო არ არის, რომ რეგიონს შეეძლოს ჩაატაროს რეფერენდუმი, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს ეს ქმედება. ამ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვა სწორად მიგაჩნიათ? თუნდაც ისეთი პრობლემა, როგორიც დღეს ნამახვან ხესის მშენებლობა. ან კონკრეტულად რა საკითხებთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს რეფერენდუმი?
რაც საერთაშორისო კანონს არ ეწინააღმდეგება. მაგალითად, ვიღაცის სიკვდილით ასე ვთქვათ, დასჯა არ უნდა მოვთხოვოთ. ან ამინისტია და ხო, ან რაღაც ამნისტია, ან რაც კონსტიტუციაში კარგად გვიწერია. რატომღაც ბევრი ლაპარაკობს, რომ კონსტიტუცია გვაქვს რაღაც ესეთი, ანუ კონსტიტუციის 80% არის ბრწყინვალე, ანუ ჩვენთვის წერია, ხალხისთვის წერია, უბრალოდ არ სრულდება ეს კონსტიტუცია. ანუ შვეიცარიაში მაგალითად რატო ახსენებთ ხშირად შვეიცარიას? იმიტომ რომ დღემდე უკვე სადაც 600-მდე რეფერენდუმი ჩატარდა. ანუ მის თქვა მინდა რომ ხალხის ცნობიერება არის ისე მოწყობილი, რომ წელიწადში 4-ჯერ მიდიან არჩევნებზე და არ ეზარებათ. იმიტომ რომ მათ იციან რომ თავისთვის აკეთებენ ამას. და ამის მიღწევა გვინდა. და ამას აი ახლა მე მაგ ლანკი რაღაც რომელიც უნდა შეავსო. რომელიც ფაქტიურად ესე იგი მთელ საქართველოს მოიარო, ესე ხელმოწერები უნდა ააგროვოთ თვეების განმავლობაში, ყოველ სათითაოდ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ რას ვაპირებთ, რომ ჩვენ გვინდა რომ პლატფორმა შექმნათ, ანუ ხალხი ერთ ადგილას შევკრიბოთ ერთხელ და მე ეს ხალხი თვითონ როცა უნდა მაშინ გამოაცხადოს სხვა საკითხებთან რეფერენდუმს. შესაძლებელია ელექტრონულად მოხდეს ხელმოწერის შეგროვა. რა თქმა უნდა, 2 წელია უკვე საქართველოს პარლამენტს აქვს ვენეციის კომისიის მუშაობის წყალობით, წლების განმავლობაში ვენეციის კომისია მუშაობს, ისე რომ ხალხმა არ იცის, რომ დავახლოვდეთ ევროპასთან სხვა კანონმდებლობით. და ჩვენ გვაქვს ელექტრონულად ხელმოწერების შეგროვების უფლება, თუმცა გამოწვევებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ყველას უნდა ქონდეს წამკითხავი, ID წამკითხავი. გადამოწმდეს რამდენად რეალურია ეს ხელმოწერა. კი, ანუ ID ბარათი უნდა ქონდეთ და ID წამკითხავი, რომ თქვენ შეძლოთ სახლიდან ხელი მოაწეროთ ამ რეფერენდუმს, რომ რეფერენდუმი ჩატარდეს. ეს გამოწვევა არის, ამაზე ჩვენ ვფიქრობთ, როგორ მოვაგვაროთ, მაგრამ იქამდე სხვა ეტაპი გვაქვს, ახლა იურიდიული ნაწილი გვაქვს დასალაგებელი და პარალელურად მაგასაც მივხედავთ. დავუშვათ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, მოახერხეთ 200,000 ხელმოწერის შეგროვება და ეს ინიციატივა წარადგინეთ და პრეზიდენტმა მთავრობის წევრებმა უარი განაცხადეს ამასთან დაკავშირებით. თქვენი სამოქმედო გეგმა რა იქნება? მოკეთ, როგორ ვაპირებთ? ნახეთ, აქ მე მაქვს დოკუმენტი, რომელიც არის ევროკომისიის ოფიციალური კვლევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეფერენდუმებთან დაკავშირებით, სადაც წერია ეგეთი რაღაც, რომ საქართველოზე მათ შორის რომ ესე იგი, აი ყველა მათ შორის სხვა ჯგუფები რაღაც ხელმოწერებს აგროვებენ რეფერენდუმისთვის. წერია ეგეთი რაღაცა, რომ ვალდებული სიტყვა რო არ უწერიო პრეზიდენტს, შეგვიძლია უარი გითხრასო რა. მაგრამ ნახეთ რა ხდება, მან უნდა განაცხადოს მოტივირებული უარი. ანუ საფუძვლიანი უარი უნდა განაცხადოს, რატო გვეუბნება უარს. ამ შემთხვევაში თუ ის უსაფუძვლო უარს გვეტყვის, მაგ შემთხვევაში განსაზღვროს ეს უარი უსაფუძვლო თუ საფუძვლიანი. ანუ NGO-ებმა, ყველამ ხალხმა, ანუ ხალხი როდესაც მოითხოვს ელემენტარულ რაღაცას, რომ დავალდებულდეს პოლიტიკური პარტია, ანუ იურიდიულად დავალდებულდეს, გან ეს ჰაერზე ათამაშოს თავისი დაპირებები. იურიდიულად უნდა დავალდებულდეს, რომ შეასრულოს ეს დაპირებები. თან ჩვენ არ ვართ ვალდებულები, მაგრამ ჩვენ ფულს ვხარჯავთ იმაში, რომ იურისტებში და კონსტიტუციონალისტებში რომ წინასწარ გაუმზადო პარლამენტს, რომ სამუშაო არ კონდეთ. წინასწარ შევიტანთ ამას, დაამუშავოთ, დახვეწონ. ანუ მზამზარეულს თავაზობთ, რომ არ კონდეთ ის, რომ ან მინიმუმამდე დავიყვანოთ მოკლედ უარის თქმის საშუალება და თუ ყველაზე უკიდურესი სიტუაცია თუ მაინც ყველაფერს მიუხედავად უარი განგვიცხადა, ჩვენ რა თქმა უნდა აქციებს მოვაწყოთ. ჩვენ არა ხალხი მოაწყობს აქციებს. დღეს რატო არ იკრიბება აქციებზე ხალხი? იმიტომ რომ ხალხი არ ენდობა ამ პოლიტიკურ პარტიებს და იმიტომ არ გამოდის ხალხი. მაგრამ როდესაც ავთენტური ძალა იქნება, როდესაც ავთენტური იდეა იქნება და როდესაც სისუფთავე აქვს და იმიტომ არ ვიკავებთ ასეთ პოლიტიკურ პარტიას. რომ სისუფთავე შევინარჩუნოთ მაქსიმალური. და როდესაც ესეთი აქ ხო არ არის ეს რაღაც ბუნდოვანი ჩანაწერი რაღაცაზე. აქ არის ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია საბოლოო ჯამში შეცვალე საქართველოს პოლიტიკური პარტია ანონსებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დაიწყება საპროტესტო აქცია. ბუნებრივად დაიწყება, რა თქმა უნდა, კი. ან ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ეს პროცესი დავძლიოთ. ჩვენ აქ ორ რაღაცას ვაკეთებთ თავარს. ერთი არის ის, რომ პირველი ხალხი როგორც იქნება ერთ ადგილზე, ასე ვთქვათ, შეიკრიბება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიის იგივე ნაცებიან ხოცები, ხო? ეს იქნება პლატფორმა, კონკრეტულად პლატფორმა იმისთვის, რომ ჩვენ უცებ მოვახდინოთ რეაგირება, რაც გვინდა რომ შეიცვალოს მაგალითად. თავარია პირველი პრეცედენტი შევქმნათ და მერე უკვე ეს პლატფორმა იმუშავებს როგორც არ ვიცი, ანუ ძალიან სხარტად და ძალიან სწრაფად. დღეს არ აქვს ხალხს ამის ბერკეტი. მიხვდით? ანუ როცა მე მაგ თქვა საათი, ხო? და ეს 10 რაღაცას მიკეთებს. იმიტომ მიკეთებს, რომ მე საათი მაქვს. მიხვდით? და ეს საათი არ აქვს ხალხს. როდესაც ეს ბერკეტი ექნება, შემდგომ მას უკვე შეუძლია ნაწილობრივ ქვეყანა მართოს
და სწრაფად უკვე წავიდეს წინ ქვეყნის ეკონომიკა იქნება თუ სხვა კანონების შეცვლა. ისევ რეფერენდუმზე რო გკითხოთ, ინიციატივა რომელიც თქვენ წარადგინეთ, ფაქტობრივად სამომავლო პოლიტიკურ პარტიებს აღარ აძლევს იმის საშუალებას, რომ ტყუილი დაპირებები გასცენ და 50%-იც თუ არ შეასრულეს თავისი დაპირებები, აუცილებლად არჩევნები უნდა დაინიშნოს მომავალ წელს, ასე ვთქვათ. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტია ვერ ასრულებს თავის დანაპირებს, ინიშნება არჩევნები. კანონის საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გახორციელდეს აუცილებლად კონსტიტუციაში. დღეს საქართველოს პარლამენტი არ არის სრულყოფილი ამ თვალსაზრისით და საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის პარლამენტში. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ შედის პარლამენტში და არ იღებს სამუშაო პროცესში მონაწილეობას. თუნდაც რეფერენდუმი ჩატარდეს ამ თემასთან დაკავშირებით. როგორ უნდა აიძულოთ ან როგორ უნდა მოხერხდეს ის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიგროვოს პარლამენტში? ჩვენ გვაქვს ეს არ მოხდება ერთ გავრთვაში. ჩვენ პირადი მაქსიმალური დედლაინი არის 2 წელი თავიდან ბოლომდე. ამიტომ დიდი ალბათობით ის შევლენ პარლამენტში, ან დაინიშნება ახალი არჩევნები, ან იქამდე ბევრ რაღაც შეიცვლება. მაგრამ პარლამენტი იქამდე, ასე ვთქვათ, იქნება სრულყოფილი იმისთვის, რომ პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, ჯერ პრეზიდენტმა უნდა მოქცეს ბრძანება და მერე უნდა დაინიშნოს რეფერენდუმი და რეფერენდუმის მერე უკვე თანხმობის შემთხვევაში უკვე პარლამენტმა მიიღო შესაბამისი კანონების ცვლილება. ანუ იქამდე მე დიდი ალბათობით პარლამენტი იქნება სრულყოფილი. ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ. 2020 წლის არჩევნებზე თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ 0.7% აიღო, ეს იყო ხმების დაახლოებით 1292 ადამიანმა დაგიჭირათ მხარი. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, რა თქმა უნდა. როგორ ფიქრობთ, გაყავდა 2020 წლის არჩევნები? ჩვენ შემთხვევაში ჩვენ განცხადები გავაკეთეთ, ანუ ჩვენ პატარა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც რაღაც 8 კვირი შექმნილი იყო. ნახეთ როგორ რაღაც იყო, იცით რომ ჩვენ 1300-მდე ხმა დაგვიფიქსირეს ოფიციალურად და 5-900 ხმა მივიღეთ მაჟორიტარებით. ანუ ესე იგი იმხელა დისბალანსია და ალოგიკური, ანუ როცა ადამიანი შედის, თქვათ, საარჩევნო უბანზე, 90% შემთხვევებში ორივე ხაზს და რა თქმა უნდა, მაჟორიტარსაც ერთად. ხო, თუ პარტიას უჭერს ხაზს, დიდ უმეტეს შემთხვევებში იმასაც ხაზავს. ამ დისბალანსით მე ძალიან ბევრი ჩვენ მთელი წერილები მივწერთ, ანუ 78,000 მარტო დისბალანსი აღმოუჩინა და ცესკოს მიწვევთ, მე იმათო დაიწყეს გასწორებები ამის. შესაბამისად, ანუ ძალიან მოკლე პასუხი მაქვს ამაზე რა, ანუ ოცნებამ, როდესაც 2016 წელს 48% აიღო და ეხლა 48% აიღო, 4 წელი გავიდა იმის შემდეგ და უარესობისკენ მიდის ქვეყანა. თუ ამბობთ, რომ არჩევნები გაყავდა, რატო არ ითხოვთ ახალ არჩევნებს და რატო ითხოვთ რეფერენდუმს? ნახეთ, პირველი ეს არის ის, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა, სამწუხარო და ფინანსები, რომ ჩვენ მოვითხოვოთ ახალი არჩევნები იმ მიზნით, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. თუ ჩვენ არ მოვედით, სუფთა ძალაზე მაქვს საუბარი, თუ ჩვენ არ მოვედით პარლამენტში, ვერაფერს ვერ შევცვლით მაინც. და ისინი ადგილმონაცვლეობით არაფერი ჯამი არ იცვლება, მიხვდით? და მეორე საკითხიც ჩვენ გრძელვადაში უყურებთ ამ ყველაფერს. ანუ ჩემი თვითმიზანი პოლიტიკაში მოსვლა არ იყო. ჩემი თვითმიზანი არის ის, რომ ხალხს მივცე ძალაუფლება ხელში. და ამას ყველაზე მეტად რეფერენდუმებით ხედავ ჯერ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მერე თუ თქვა ხალხი აგვიჩევს ვთქვათ შემდეგ არჩევნებზე, მე უკვე ძალიან ბევრ რაღაცას გავაკეთებ ძალიან სწრაფად, პროგრამა გვაქვს უნიკალური. მაგრამ ჯერ აქედან უნდა დავიწყოთ, რომ ეს რეფერენდუმი მაინც უნდა იყოს. და ასევე ჩვენ თავსაც ვიზღობთ თან. იმიტომ რომ მარტო იმ კანონით კი არა, ხა რაც გვინდა რომ მივიღოთ, რომ თქვა პოლიტიკური პარტია მე ჩემი თავი დავიზღვირო, იქ რომ მოვალ თქვა არ წამიცდეს ხელი დაუშვათ, ხო? არამედ ის რომ მე თუ რაღაცას კიდე შეცდომას დაუშვებ იქ ნების როგორც შვეიცარიაში არის, მაგათი კანონმდებლობა დაარეგულირებს. კანონმდებლობა დაარეგულირებთ, კი, ანუ შეუშალოთ ხელი უკანონო რაღაც თქვა ნამახონ ხესი იქნება თუ სხვა. მათ გაწყვეტილებების უკანონო გაწყვეტილების შეცვლას ხალხმა. ამიტომ ეს არის უალტერნატივო თემა არის საქართველოსთვის დღეს რეფერენდუმის გაკეთება. გასაგებია, თუმცა, როდესაც არჩევნებთან დაკავშირებით ამდენი კითხვები გაქვთ და ფაქტობრივად ამბობთ, რომ არჩევნები გაყავდა. რა გარანტია გაქვთ იმისა, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი და არ გაყავდეს? რეფერენდუმი ფიზიკურად ვერ გაყალბდება, იმიტომ რომ რეალურად აქ ხარ ეს 50 პოლიტიკური პარტიიდან ნაირჩიოს ხალხმა თქვა 7 ან 8. აქ არის ძალიან მარტივი რაღაცა საუბარი, რომ ჩვენ წინასწარ ვიცით პასუხი ამ რეფერენდუმის კითხვაზე. რომ ისინი აუცილებლად დათანხმდებიან. რა თქმა უნდა, რომელი სულელი დათანხმდება, რომელი სულელი მოაწერს ხელს, რომ არ ის ხელისუფლება რამდენად დათანხმდება ამ ინიციატივას, რომელიც მივდივართ ისე პრეზიდენტამდე მასში. მივდივართ ისე პრეზიდენტამდე, ანუ კონსტიტუციაში პრეზიდენტს პირდაპირ უწევია, რომ როდესაც ხელმოწერად მიუვიდა, ის უფლება მოსულია რეფერენდუმი გამოაცხადოს. აი აქ მივდივართ საბოლოო ჯამში.
ამიტომ აი ამ ჩანაწერით ამ ევროკომისიის ჩანაწერით ხო პირდაპირ წერია მათ შორის იმაზეც რომ მაგალითად ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია რომ ჩვენ რეფერენდუმით კანონის ცვლილების უფლება არ გვაქვს და ამაზე აპელებს ბევრი ადამიანი მათ შორის თქვენ გუშინ მოგიწევებიათ ის ხალხის ჯგუფი მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებითაც მინდა გითხოთ ეს ინიციატივა პირველი არ ხართ მოკლედ რომ ვთქვათ ვინც რეფერენდუმის ინიციატივით შემოდით დაპირებთ თუ არა სხვა ჯგუფებთან თანამშრომლობას ან ერთობლივად ამ საკითხის დაყენებას კი ანუ თუ ვიცნობთ თუ არა მათ ინიციატივას ამას კი ვიცნობთ და იმიტომ ანუ ჩვენ გვინდა მათთან შეხვედრა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ როგორ გითხრათ დისბალანსია მათ იდეოლოგიაში მაგალითად თუნდაც იმაში რაც გეუბნებით რომ კანონის უფლების შეცვლა არ გვაქვს კონსტიტუციით, მაგრამ ევროკომისიის ასე ვთქვათ კვლევაში წერია, მათ შორის საქართველოზე, რომ მათ არ აქვთ უფლება ოფიციალურად უწერიათ, მაგრამ რეფერენდუმი ჩატარდეს და ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ესე უნდა იყოს, მერე პარლამენტი ცვლის ამ კანონს. ანუ ეს არის ცივილური ფორმა. ხალხი ხო იურიდიულად გარკვეული არ არის და არც უნდა კონდეს კანონის ცვლილება ხალხს. ხალხთან უნდა დააყენო მარტივი საკითხი, რომ ესე გინდა თუ არ გინდა. ნებისმიერის ადამიანის გადაწყვეტილება, მოქალაქის გადაწყვეტილება უმრავლესობის ეს ნიშნავს, რომ ეს არის კანონი და პარლამენტი იმისთვის ყავს, რომ მე უკვე ეს იურიდიულად დაალაგოს. ჩვენ ხა ძალიან დიდი შრომა გვიწევს ამ პატარა რაღაც იდეის ხორცი რომ შევასხათ, იმიტომ რომ ჩვენ ერთი პოლიტიკური პარტია ვართ და პირველ რიგში რა ნაბიჯები გადადგით ამ საკითხთან დაკავშირებით და რას აპირებთ საომრად, როგორ აპირებთ მუშაობას? მუშაობის გაგრძელება პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს? პირველ რიგში არის მთავარი რომ ხელმოწერების შეგროვებას იწყებთ თუ ჯერჯერობით არ ავიწყებთ. ანუ ხელმოწერების შეგროვებისთვის ჩვენ გვაქვს, როდესაც ოფიციალურად ჩავაბარეთ CESCO-ში განაცხადს, რომ რეფერენდუმისთვის გამოგვიყო სპეციალური ფორმა, გვაქვს 4 თვე. შესაბამისად, ჩვენ გვინდა რომ წინასწარ შევკრიბოთ ხალხი, ეს ერთი. მეორე, ჩვენ როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს ორი მთავარი მიზანი. ერთი არის რომ ჩავატაროთ ეს რეფერენდუმი, მეორე არის რომ პლატფორმა შევქმნათ. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის პლატფორმა, რომ ეს ხალხი შემდგომი რეფერენდუმებისთვისაც უკვე იცოდნენ, რომ არის ეს პლატფორმა და უცებ შევიდნენ და ხელი მოაწერონ და ანუ ჩვენ ცოტა გრძელი ვადა ავიღეთ, ამიტომ გითხარით, რომ 2 წელი მაქვს მაქსიმალური დედლაინი ჩემთვის. რომ რატომ ვიცით, რომ ელექტრონული ხელმოწერები 99%-მა არის როგორ მოაწეროს ელექტრონულად ხელი. ამიტომ ამას უნდა მთელი კამპანია, ამას უნდა მთელი მობილიზება და ამას უნდა სპეციალური გეგმა, რომ ხალხმა სახლიდან შეძლოს ხელი მოაწეროს და სახლიდან დანიშნოს რეფერენდუმი. გასაგებია თქვენი პირველი ინიციატივის შესახებ, რომ როდესაც ამბობთ, რომ პოლიტიკურ პარტიას აღარ უნდა ჰქონდეს საშუალება თავის დაპირებები არ შეასრულოს, თუმცა შემდეგი საკითხი დაუშვათ, გაქვთ წარმოდგენილი რა შეიძლება იყოს რეფერენდუმის? ძალიან ბევრი საკითხია. მაგალითად ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში ჩვენ რაც გვაქვს დუბაის მოდელის დანერგვა. და რეფერენდუმი რა თვალსაზრისით შეიძლება ჩატარდეს ამასთან? ნახეთ, აქ არის ორი საკითხი, ანუ შემდეგ არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს? თუ თქვა ჩვენ მოვიდოდით მინიმუმ 10-12%, ჩვენ შეგვიძლია უკვე ის შუალედური ოქროს პარტია ვიყოთ, რომელიც დააბალანსებს ორივეს და არ გატანებს არც ერთის კანონებს. ანუ უმრავლესობით ყველაზე კარგ შემთხვევაში, მაგ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მალე სწრაფად შევცვალოთ და რეფერენდუმების საჭიროება არ იყოს აქტუალურად. თუმცა თუ თქვა ვერ შევძელით ამ ბარიერის გადალახვა 10%-იანი ბარიერის მაინც, მაშინ რეფერენდუმები არის ყველაზე კარგი საშუალება იმისთვის, რომ დავაყენოთ ჩვენი საკითხები. მაგალითად, რეფერენდუმი ჩვენ შეგვიძლია რამოდენიმე შეზღუდვა არ გვაქვს. ერთი რეფერენდუმით რამოდენიმე საკითხი დავუხსნათ ერთობლივად, კი, კომბინირებულად. აქედან სრულად დავაკოპირებთ შვეიცარიულ მოდელს, იმიტომ რომ იქ უზარმაზარი გამოცდილება აქვს. მაგალითად, ერთი და იგივე საკითხი არ უნდა გავდეს ერთმანეთს, რომ ასე ვთქვათ, გონება არ აერიოს ადამიანს. ანუ არსებობს ეს უბრალოდ არსებობს, ჩვენ გადმოვიღებთ აქ, რომ რაღაც არ შეგვეშალოს და პარალელურად ამ რეფერენდუმით დავიწყებთ თუნდაც ეკონომიკური პროგრამის ცვლილებას, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვაქვს ფაქტიურად ეკონომიკა ნოლზე კი მინუსებში და მალე ისეთ ნიშნულს მიაღწევს საგარეოვალი, როდესაც უკვე დეფოლტის პირას დგება ქვეყანა. ეს ხალხმა არ იცის და როცა წინ დაგვიდგება ეს რამოდენიმე წელიწადში, მე გვიანი იქნება, ანუ მე ფაქტობრივად კუპონი გახდება ლარი, აი მინიმუმ ამას გეტყვით, რაც შეიძლება გამოიწვიოს ამან. დასასრულისკენ რო წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში არსებულ კრიზისს, მაშინ როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი, ვინც ბარიერი გადალახა არჩევნებზე არ შედის პარლამენტში, ასევე ვერ ახერხებენ ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებებს. ამ შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა სიტუაცია და კრიზისი განუხტოს რეფერენდუმმა? ანუ ეხლა გულისხმობ თქვენ ამას, ხო? გამომდინარე რეალობიდან ჩვენ ვერ მოვასწრებთ რეფერენდუმის ჩატარებას. თუნდაც იმიტომ, რომ პარლამენტი არ არის სრულყოფილი, ლეგიტიმური არ არის პარლამენტი.
შესაბამისად, ამ კრიზისის განმუხტვას თან ესე მოკლე პერიოდში ვერ შეძლოთ, იმიტომ რომ ფული არ გვაქვს. ან მილიონები არ გვაქვს, რას პოლიტიკაშია საჭირო, რომ ხალხზე სწრაფად გავიდეთ. ტელევიზიები საერთოდ არ გვიკარებენ, ხო, თქვენ პირველი ხართ მის დაგპატიჟეთ, ხო? დიდი ტელევიზიები არ გვიკარებენ საერთოდ, ხო? არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ხალხს გავაცნოთ რა არის რეფერენდუმი და ამავდროულად. ამიტომ რეალისტები რო ვიყოთ, ეხლა ამ რეფერენდუმით რა თქმა უნდა რეფერენდუმი შეიძლება გამოიყენოს პლებისციტის გამოყენება უნდათ, ეს რა ქვია, რომელიც არავალდებულებს პარლამენტს, უბრალოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და რა თქმა უნდა რეფერენდუმი ბევრმა შეცვლა, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოესწრება. ამათ ეხლა უნდათ რომ გადაწყვეტოს მალე. გასაგებია. დიდი მადლობა ბატონო გიორგი ბრძანებისთვის, თქვენი დროისთვის. ეს არის გადაცემა ინფორმირება. თემშვიდობებით მოვალ